მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება უახლოეს პერიოდის დადებითი პროგნოზებს, ანუ ესეთი სათაური გვექნება, რა გაგახარებთ სულ მალე. აი სულ მალე, მოდი ესე ავიღოთ, დაახლოებით 1 მაქსიმუმ 2 თვის ინტერვალი. მოთავსდით კომფორტულად, დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ნახოთ, რა გაგახარებთ სულ მალე. ვარიანტების რაოდენობა გვექნება 3 ვარიანტი და შევხედოთ ამ დასტით. ნახოთ, რა არის თქვენი დღევანდელი რეალობა და მეორე დასტით ნახოთ უკვე რა გაგახარებთ სულ მალე. დავიწყოთ. ვარიანტი პირველი, თქვენი დღევანდელი რეალობა, ვარიანტი მეორე, თქვენი დღევანდელი რეალობა და ვარიანტი მესამე, თქვენი დღევანდელი რეალობა. ამ დასტით კი ნახოთ, რა გაგახარებთ სულ მალე. ვარიანტი პირველი, რა გაგახარებთ სულ მალე, ვარიანტი მეორე, რა გაგახარებთ სულ მალე და ვარიანტი მესამე, რა გაგახარებთ სულ მალე. დააკვირდით არკანებს, დააკვირდით ვარიანტებს, იმისათვის რომ უფრო გაგიმარტივდეთ, მოდი ესე ვთქვათ, არჩევა, დავიხმაროთ მინერალებიც და ვნახოთ პირველი ვარიანტისთვის. ამოვიდა ავანტიურიდის მინერალი. მეორე ვარიანტისთვის ნახოთ, მეორე ვარიანტისთვის ამეთვისტო და მესამე ვარიანტისთვის გვაქვს მთის ბროლი. აი ეს. დააკვირდით, გნებავთ ვარიანტებს, გნებავთ არკანებს, გნებავთ მინერალებს და იმის მიხედვით იფიქრეთ, რა თქმა უნდა, თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე და ამის გათვალისწინებით არჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გამოწერა, დაკომენტარება, თქვენი უკავშირის გაზიარება და ამავე დროს პირადი უკაცრავად კონსულტაციებისათვის, ვისაც გსურთ ინდივიდუალურად თქვენი კონკრეტული საკითხის გარჩევა და სიღრმისეული ანალიზი, მომწერეთ თავისთავად ცხადია პირად შეტყობინებაში. ახლა კი გადავიდეთ ვარიანტების გარჩევაზე, ვინც ვერ მოასწარეთ, შეგიძლიათ დააპაუზოთ და წყნარად აირჩიოთ და მერე გაანაგრძოთ ყურება, ხოლო ვინც უკვე აირჩიეთ, ვნახოთ ახლა რა ხდება ავანტიურიდან. პირველი ვარიანტი. აი ეს. რა ხდება თქვენს სივრცეში? პირველი ვარიანტი. ცხრიანების კვერთხები მოვიდა თქვენი ახლანდელი რეალობის ენერგეტიკის განმსაზღვრელ არკანად. პრინციპში მე შემიძლია აქ გითხრათ, რომ სირთულეებს გაუმკლავდით თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ სირთულეებთან აი თითქოს ადაპტაციის უნარი შეიძინეთ პირველი ვარიანტი. თითქოს აი ეს გარემო, რომელშიც იმყოფებოდით, ხო, აი ეხლა, აი ამჟამად აღარ არის თქვენთვის ისეთი დამთრგუნველი, ისეთი დეპრესიული, როგორც იყო აქამდე. ეხლა თითქოს რაღაც აი ფიზიკურადაც, მენტალურადაც მზად ხართ იმისათვის, რომ იბრძოლოთ, იმისათვის, რომ წინ იმოძრაოთ, იმისათვის, რომ რაღაცა დასახული მიზნებისკენ თუნდაც ნელა, მაგრამ აუცილებლად იაროთ წინ, ხო? პირველი ვარიანტი თქვენს შემთხვევაში უკვე საკმარისი, მე ვიტყოდი, თავდაჯერებაც გაქვთ და საკმარისი წვრთნაც, როგორც მენტალური, ისე ფიზიკური უკვე გავლილია, ამიტომ ძალა ნამდვილად გაქვთ. აქ ნახეთ, როგორი ფიზიკურად მომზადებული მამაკაცის გამოსახულებას გვიჩვენებენ ამ დასტით და აი აქვე კიდევ გამწყნებული მუხა დგას. ეს არის თქვენი შინაგანი რესურსი უკვე, რომელიც პრინციპში აი ამ მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც დღევანდლამდე
იყო გახდა თქვენი მასაზრდოებელი დადებით კონტექსტში წყარო. აი ეს. ნახოთ ახლა პირველი ვარიანტი რა გაგახარებთ უახლოეს პერიოდში. 200 საინტერესოა, 9-იანი ხმლები. 9-იან ჯვარში ხართ, ჩემო ძვირფასებო, აქ 9-იანი ჯვარი არის მთლიანად, ანუ მეცხრე ენერგია. საკმაოდ რთული ენერგიაა გამომდინარე იქიდან, რომ აქ ადამიანები გადიან გარკვეული ტიპის ტრანსფორმაციებს და ეს ტრანსფორმაციები ზედაშრეების ტრანსფორმაციებს აღარ გულისხმობს, ეს არის უფრო ღრმა, ქვედა, მენტალური, ფსიქოლოგიური და ხანდახან სომატურიც კი გამოვლინებები. სულ მალე 9-იანი ხმლების ენერგიაში, რომ ვეკითხებით რა გაგახარებთ, სავალალოდოდ ძალიან მალე, უკვე 2 თვე ხო ვთქვით, მაქსიმუმი დასრულდება თქვენი გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა. აუცილებლად არ ნიშნავს ეს იმას, რომ შედეგი და რეზულტატი მანდამაინც საუკეთესო იქნება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მუდმივ გაურკვევლობაში ყოფნას სავარაუდოდ ალბათ ხანდახან ჯობია, რომ ვიცოდეთ მწარე სიმართლე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. აი ამ შემთხვევაში არის ზუსტად ესეთი ენერგია თქვენთან, რომ უახლოეს 1-2 თვეში ეს გაურკვევლობა დასრულდება თქვენთან. მინდა რომ აქ დავამატოთ პირველ ვარიანტთან 2 არკანი და ვნახოთ, უფრო შევავსოთ ეს ინფორმაცია პირველ ვარიანტთან. აბა ვნახოთ რა გაგახარებთ სულ მალე. 3-იანი კვერთხები, 3-იანი პენტაკლები. ძალიან საინტერესოა. პირველი ვარიანტი. აქ არის რამოდენიმე ვერსია. პირველი ვერსია რაც არის, შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი გაურკვევლობა ფინანსებს, ან იმ კაპიტალდაბანდებებს, ან იმ ინვესტიციებს, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით შედეგის სახით, მაგრამ არა და არ დადგა ამისი რეალიზების დრო. მეორე ვარიანტი, ანუ მეორე ვერსია პირველ ვარიანტთან შეიძლება უკავშირდებოდეს საკითხი გარკვეულწილად პარტნიორულ ურთიერთობებს და ამ პარტნიორულ ურთიერთობებში არსებულ მესამე ან გარე ადამიანების ენერგიების ჩარევას. აი თქვენ თითქოს რაღაცა გამოიწრთობით ამ ყველაფრიდან და შეეცდებით ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა პაუზა მაინც შეიქმნათ მცირედი კომფორტის სახით, სადაც შეძლებთ ამოსუნ თქვას და შემდგომ ეტაპებზე გადასვლას. პირველი ვარიანტი მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე მსგავსი პროგნოზების თქმა, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ დადებით კონტექსტში და რა გაგახარებთ სულ მალე, ამიტომ მე მინდა, რომ მაქსიმალურად აქცენტი ავიღოთ თქვენს შინაგან ძალაზე, თქვენს შინაგან გაწონასწორებულობაზე, რომელიც ძალიან რთულია, აქ რასაც ახლა მე უყურებ ამ სიტუაციაში, რომ დაიცვათ, მაგრამ გისურვებთ, ნამდვილად გისურვებთ, რომ ის რაღაცა ერთგვარი წონასწორობა, რაც მეტნაკლებად მოპოვებული გაქვთ, არ დაარღვიოთ. რაც გასაშვებია, ესეც გაუშვით, იმიტომ რომ ძალით გაჩერებულ სივრცეს, რეალობას, პიროვნებას, თუ ასე შემდეგ, რაც გინდათ ის თქვით, არ ვიცი, ხანდახან ჯობია, რომ ესეც გავუშვათ. წეღანაც ორჯერ თქვი, ალბათ ხანდახან ჯობია თქვი, იმიტომ რომ ადამიანი არის და კაცია და გუნება და ზოგს თვითონ ურჩევნია, რომ იყოს ილუზიებში. ზოგს უბრალოდ ძალა არ ყოფნის, რომ იბრძოლოს, ამიტომ პირველი ვარიანტი, მე გისურვებთ ერთადერთს, რომ საკუთარ თავში გეპოვოთ სიმშვიდე, სტაბილურობა, წონასწორობა და ის კომფორტი, რაც მეტნაკლებად მოგცემთ შესაძლებლობას დაიცვათ პირადი საზღვრები და ასევე დაიცვათ შინაგანი
ბალანსი რაღაცნაირად ეს რომ მოახერხოთ და შეძლოთ. მადლობა პირველი ვარიანტი რომ იყავით ჩემთან ერთად. არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არხის გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება, გაზიარება და სურვილ შემთხვევაში რა თქმა უნდა პირად შეტყობინებაში გელოდებით ინდივიდუალურ კონსულტაციაზე. ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტთან, ამეთვისტო მინერალი გვაქვს აქ ბეჭდის სახით წარმოდგენილი და ვნახოთ მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება. თქვენთან რა ხდება ამ ეტაპზე. 10-იანი პენტაკლები მოვიდა აქ. ამ ეტაპზე მეორე ვარიანტი თქვენ შესაძლოა ახლა იმყოფებით გარკვეული ტიპის აი როგორ გითხრათ ახალი ეტაპის ზღურბლზე. აი რაღაც თითქოს განცდა გაქვთ იმისი რომ რაღაც აი ერთი ეტაპი უნდა დასრულდეს, აი რაღაც წყალგამყოფია ესეთი და ამ წყალგამყოფის შემდეგ რა უნდა გაიღოს ან ახალი სივრცე, ან ახალი შესაძლებლობები, ან ახალი კარი, რომლის შემდეგაც თქვენ შეძლებთ უკვე განსხვავებულად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი იქნება, სტატუსი იქნება, ოჯახი იქნება თუ რაც იქნება სივრცეში და საზოგადოებაში, ხო? მაგრამ აი მოლოდინი, თქვენი მოლოდინი არის ცოტა აჩქარებული, ანუ სამყაროში ჯერ ეგ ენერგია, რასაც ახლა თქვენ წყალგამყოფის სახით ელოდებით, ჯერ მომწიფებული არ არის. აი ესეთი სიტუაცია, ნახეთ, მინდა რომ არკანზედაც დაინახოთ, კარგად, ნახეთ, ეს დასტა მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ საუკეთესოდ აჩვენებს ორი ენერგიის საპირისპირო გამოვლინებას. აი აქ ქალბატონი და მამაკაცი დგანან ღია ზღურბლზე, ღია ჭიშკრის წინ და აქ კიდევ პირიქით დახურულია ეს ჭიშკარი. ეს შეიძლება ეხებოდეს პარტნიორულ ურთიერთობებში ახალ ეტაპს, შეიძლება უკავშირდებოდეს წყვილის ენერგიაში, მაგალითად ოჯახის შექმნას, რომლის დროც ჯერ შეიძლება არ არის, ხო? ოფიციალურ ქორწინებას, ან შეიძლება ოფიციალური ქორწინება ესე დოკუმენტურად გაფორმებული არ იყოს, მაგრამ აი საზოგადოებისთვის როგორც წყვილი, ისე რომ წარსდგეთ სტატუსის თვალსაზრისით, ხო? აქედან გამომდინარე, ჯერ აი ეს სიტუაცია ცოტა მომწიფებელია მეორე ვარიანტის ენერგიებში. ნახოთ რა გაგახარებთ სულ მალე, აი პირდაპირ უკავშირდება პარტნიორულ ურთიერთობებს ვახსენე და აგერ მოვიდა შეყვარებულების არკანიც მეორე ვარიანტი. შესაძლოა ეს დაბრკოლება, რო გითხარით, ჯერ არ არის მომწიფებული, თქო სივრცეში უკავშირდებოდეს განსხვავებას თქვენ ორს შორის. ეს შეიძლება იყოს განსხვავება მატერიალურ სტატუსში, ეს შეიძლება იყოს განსხვავება სოციალურ სტატუსში, ეს შეიძლება იყოს განსხვავება ასაკში მათ შორის. შეიძლება ის იყოს გარკვეული ტიპის დაბრკოლება, როდესაც პარტნიორულ ურთიერთობაში წყვილიდან რომელიმეს ან ორივეს თვითონ ყავს ოჯახი და იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში, ამიტომ რაღაცა ტიპის დაბრკოლება აქ მეორე ვარიანტთან, აი ამჟამად. რა გაგახარებთ სულ მალე, პრინციპში ეს ურთიერთობები წესით გარკვეული ტიპის ფორმას შეიძენს. ნახოთ, დავამატოთ აქაც, როგორც პირველ ვარიანტთან ორი არკანი თქვენ შემთხვევაშიც და უფრო ზუსტად შევაჯამოთ, რა გაგახარებთ სულ მალე. მეორე ვარიანტი, რა გაგახარებთ სულ მალე. ნახოთ, კი ბატონო, პენტაკლების მეფე მობრძანდა და არკანი მთვარე. ძალიან საინტერესოა. ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტო. აქ შემიძლია გითხრათ დადებითი ის, რომ შეიძლება იცით რა იყოს, აქ იყოს ისეთი სიტუაცია, როდესაც არ არის თვითონ წყვილს შორის არ არის აღიარებული და გახსნილი, ანუ თქვენც არ გამოტყდომი ხართ ერთმანეთს აი ამ ინტერესში და შესაძლოა გაგახარებთ ის, რომ აი უახლოეს პერიოდში იქნება ამისი ერთგვარი მინიშნება, ეს არ იქნება ღია საუბარი, ეს არ იქნება რაღაცა ყველაფრისთვის სინათლის მოფენა,
მაგრამ აქ შეიძლება დაგიდასტურდეთ ეჭვები თქვენი, რომ აი შეიძლება იმ პარტნიორს მოუწონო ან ჩემი ინტერესის ობიექტი ვინც არის იმ მეორე მხრიდანაც დადასტურდეს ინტერესი. აი ესეთი სიტუაცია, თითქოს რაღაცას მოეფინება ნათელი და ეს სინათლე, აი ეს რაღაცა მცდელობა, რომ რაღაცები გაირკვეს, იქნება პროვოცირებული მამაკაცის მხრიდან. ერთი რჩევა მინდა აქვე გითხრათ, რომ ძალიანაც ნუ აჩქარდებით და ძალიანაც ნუ აემთებით დიდი ვნებითა თუ ენთუზიაზმით, იმიტომ რომ აქ არის ამისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, თუმცა აი რა შესაძლებლობაც არის თითქმის იგივე საპირწონე საფრთხე შეიძლება აქ არსებობდეს. ამიტომ გაფრთხილდით, ცოტა თავი შეიკავეთ იმ გაგებით, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და იყავით რაციონალურები და თანმიმდევრულები ქმედებებში. მეორე ვარიანტი. აი ასეთი იყო ჩვენთან დღევანდელი საჯარო გასვლა მეორე ვარიანტისათვის. თქვენს მადლობას მოგახსენებთ, რომ იყავით ჩემთან ერთად და ასევე გთხოვთ, რომ დააკომენტაროთ თუ რეზონირდა, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია თქვენს რეალობაში. და ეხლა ბოლოს გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, მთის ბროლზე. ნახოთ მესამე ვარიანტი თქვენთან რა ხდება, თქვენს სივრცეში რა ხდება ახლა. ორიანი ხმლები. ორიანი ხმლები. საკმაოდ ეს ტყუილ არ ამირჩევია, ესე იგი დღევანდელი ეს თემა, იმიტომ რომ სამივე ვარიანტი, ვინც ამას მოისმენს, სამივე ვარიანტს ჰქონდა გარკვეული ტიპის კრიზისი და დაბრკოლება და მიიღებთ სავარაუდოდ პასუხებს აი ამ საჯარო გაშლით. მესამე ვარიანტი, თქვენ რა გაგახარებთ უახლოეს პერიოდში და ეს იქნება ჰორიზონტზე, შორეულზე, თუმცა მაინც ჰორიზონტზე მზის სხივების გამოჩენა. ანუ თითქოს გარკვეული ტიპის პერსპექტივები გამოჩნდება დადებით კონტექსტში, გარკვეული ტიპის მშვიდობა დამყარდება, ეს მშვიდობა ნებისმიერ კონტექსტში შეგიძლიათ ნახოთ, თქვენ რეალობას მოარგოთ და დაიწყება თითქოს აი ნელი ნაბიჯებით ჯერ ჭრილობების მოშუშება. ჭრილობები რომ მოშუშდება, მერე იგრძნობთ ოდნავ უფრო მეტ ენერგიას. ენერგიას როცა იგრძნობთ, მოგემატებათ გარეთ გასვლის სურვილი და ხალისი. გარეთ რომ გახვალთ, დამყარდება ახალი ნაცნობობა, ახალი კავშირები, ისევ გაგახსენდებათ რა კარგია სიცოცხლე და ცხოვრება ზოგადად და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დროში გაიწელება, მაგრამ უკვე კარგია რომ ეს პროცესი დადებით მიმართულებას იძენს და პროგრესია აქვს დადებითი კუთხით. ესეთი იქნება მესამე ვარიანტთან რეალობა, აი ამ შემთხვევაში თითქოს ნელ-ნელა, აი ძალიან მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც იგრძნობთ დადებით ცვლილებებს თქვენს სივრცეში. ნახოთ რა გაგახარებთ სულ მალე, კი ბატონო, აი ნახეთ ხმლების 6-იანი მოვიდა აქაც. ძალიან სწორად არის არჩეული დასტებიც და თემატიკაც, რასაც ვწმუნდები ახლა მე. აი ნახეთ რა მინდა რომ გითხრათ, თქვენ კი არა გაქვთ თითქოს ძალა, მაგრამ გაგახარებთ თქო გითხრათ და ნელ-ნელა. შეხედეთ გოგო რომელიც ესე ტალღებზე ნიჩბოდ დგას ნავში და თითქოს აი ყორნები გარსახვევიან, აი თეთრი ძაფები, უმნიშვნელო, ძალიან წვრილი ძაფები, მაინც არის ჩაბმული და მიათრევს აი ამ სიტუაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს იმპულსები, რაც გიბიძგებთ მოძრაობისკენ, რაც გიბიძგებთ იმისკენ, რომ არ გაჩერდეთ, ძალიან სწორია და არ ჩაჭრათ ეს ენერგია პირიქით, ეცადეთ, რომ უფრო მეტად ჩაებღაუჭოთ, უფრო მეტად მისცეთ თქვენი მამოტივირებელი რესურსიც და მოგეცემათ ნელ-ნელა ძალა უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენ სივრცეში არსებული რეალობა. ვნახოთ ახლა კიდევ დავამატებ ორ არკანს, თქვენ რომ არ დამრჩეთ გულდაწყვეტილები, მესამე ვარიანტი და ვნახოთ რა ხდება.
კიდევ რა გაგახარებთ მესამე ვარიანტი სულ მალე არკანი მაგი და 4-იანი თასები. კი, ნამდვილად კი. ნამდვილად ძლიერია თქვენი დეპრესიული რაღაცა აპათიური განწყობა და გუნება, მაგრამ ეცადეთ ყველანაირად მესამე ვარიანტი რომ თავი ხელში აიყვანოთ. აქ ძალიან კარგი იქნება თუ ჩაიტარებთ მესამე ვარიანტი გარკვეული ტიპის ან ენერგეტიკულ წმენდებს, ან დაუშვათ თქვენ თვითონ მოახერხებთ საკუთარ თავთან, ან მედიტირებას, ან ტაძარში მიხვალთ, ან რაღაცა ესეთი სულიერ პრაქტიკებს მოკლედ თუ მიმართავთ, მესამე ვარიანტი ეს კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს პროცესს, რასაც ახლა თქვენ გადიხართ აი ამ ეტაპზე ცხოვრებაში, თუმცა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი რაც ხდება იმისათვის, რომ ჩვენ გავძლიერდეთ და ხდება იმისათვის, რომ უფრო მეტად მომზადებულები შევხვდეთ ცხოვრების მომავალ გაკვეთილებს. მე გისურვებთ მესამე ვარიანტი, როგორც ყველა დანარჩენ 2 ვარიანტს საკუთარ თავში მოგეძებნოთ ძალა იმისათვის, რომ მუდმივად იაროთ წინ. მთავარია რომ არ გაჩერდეთ. მთავარია რომ არ გაჩერდეთ. ყველას ვეუბნები ამას, ცხოვრება არის გარკვეული ტიპის რბოლა, შეიძლება ამას დავარქვათ და რბოლის დროს ვინც ჩერდება, ეს გაჩერება უდრის პირდაპირ გადატანითი მნიშვნელობით დროში გაწევლილ მდგომარეობაში როგორც გნებავთ, ისე დაარქვით სიკვდილს. ამიტომ მთავარია რომ იმოძრაოთ, არ გაჩერდეთ და ფორთხვით იქნება, მუხლის ჩოქით იქნება, ხოხვით იქნება, გამართული დგომით იქნება, თუ სირბილით იქნება, თუ ავტომობილით, თუ ცხენით, აუცილებლად იაროთ წინ და აუცილებლად იაროთ მიზნისკენ. ამას უსურვებთ ჩემ თავსაც, ამას გისურვებთ თქვენს, რომ არასდროს არ დაყაროთ ფარხმალი და არასდროს არ გაჩერდეთ. გჯეროდეთ, რომ ერთი კარი როცა იხურება, მაშინ იღება სწორედ მეორე ფანჯარაც, თუ გნებავთ მეორე სარკმელიც, მთავარია გჯეროდეთ, რომ ეს სარკმელი არსებობს და ის აუცილებლად გაიღება. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. გისურვებთ ბედნიერ დღეს, გისურვებთ საკუთარ ძალებში თავდაჯერებას და გისურვებთ მომავალი ხვალინდელი დღის იმედს, იმისათვის რომ ხვალინდელი დღე, როცა გათენდება, ის იქნება ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე იყო დღევანდელი, მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა ჩაყაროთ ფუნდამენტი და საძირკველი თქვენ იმისათვის, რომ თქვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. დროებით ჩემო ძვირფასებო, შევხვდებით უახლოეს მომავალში.